როცა პუტინმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, ყველა მიფიქრა, რომ რუსეთი ადვილად გაიმარჯვებდა. ბულდოზერი მოდიოდა და უკრაინა მის გზაზე იდგა. მაგრამ 4 წელზე მეტი ხნის შემდეგ ყველა ცოტა სულელურად გამოიყურება. რუსეთი არ იმარჯვებს. თუ რამეა პუტინმა უკვე წააგო ეს ომი და ეს ყველაფერი ორი მიზეზის დამსახურებაა, რომლებმაც რუსეთის შანსები გაანადგურეს. უკრაინის სტრატეგია ერთ-ერთი მათგანია. მან გააკეთა რაღაც უპრეცედენტო, განსაკუთრებით 2025 და 2026 წლებში, რამაც თამაში შეცვალა. მაგრამ არის კიდევ რაღაც, რამაც პუტინი ომის დაწყებამდე ბევრად ადრე წააგებინა. გავრცელდა სენსაციური ინფორმაცია, რომელიც აჩვენებს, რატომ დამარცხდა პუტინი ასე მძიმედ უკრაინაში. მაგრამ სანამ ამ სენსაციურ ინფორმაციას განვიხილავთ, მოდი ვნახოთ რა მდგომარეობაში ახლა ომი და როგორ შექმნა უკრაინამ ეს სიტუაცია. რომ განვიხილოთ. ამჟამად პუტინის ომში მთელი ინიციატივა უკრაინის მხარესაა. სიტუაციის სწრაფი გადახედვაც კი ამას აჩვენებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა წამოიწყო მასშტაბური საგაზაფხულო შეტევა, რომელიც უნდა დაესუსტებინა დონბასი და რუსეთი მოლაპარაკებების მაგიდასთან მისთვის სასურველ პოზიციაში დაეყენებინა, სწორედ უკრაინაა ის ქვეყანა, რომელიც წინ მიიწევს. ომის შესწავლის ინსტიტუტის მონაცემებით, მაისში რუსეთმა უკრაინისგან დაახლოებით 40 კვადრატული კილომეტრი წაეღო, რაც უკვე ძალიან მწირი შედეგია იმ შეტევისთვის, რომელსაც ომის დამთავრება უნდა მოეტანა. მაგრამ რუსეთისთვის მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ იმავე თვეში უკრაინამ 280 კვადრატული კილომეტრი თავისი ტერიტორია გაათავისუფლა. მსგავსი რამ მოხდა აპრილშიც, როცა რუსეთმა 28 კვადრატული კილომეტრი აიღო, მაგრამ 116 დაკარგა. ჩვენ 2026 წელს რეალურ დროში ვხედავთ გარდატეხას, მაგრამ რეალობა ისაა, რომ რუსეთს თავისი კამპანიის პირველივე კვირებიდან არ უვიდოდა კარგად. აი მცირე პერსპექტივა. ის სწრაფი კამპანია, რომელიც 2022 წლის თებერვალში უკრაინის დასასუსტებლად იყო გამიზნული, ეს იყო ყველაფერი რისი მიღწევაც რუსეთმა შეძლო. რუსეთი იკავებდა უკრაინის ტერიტორიის 27%-ს, მაგრამ უკრაინამ მალევე ისეთი ძლიერი თავდაცვა ააგო, რომ 2022 წლის ნოემბერში რუსეთი 18%-მდე უკან დაიხია. თითქოს პუტინის შეცდომაში შეიყვანეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ადვილი იქნებოდა უკრაინის დამარცხება. საინტერესოა. 2022 წლის ნოემბრიდან რუსეთმა თითქმის 4 სასტიკი წელი გაატარა უკრაინის კიდევ მხოლოდ 1.5%-ის დასაკავებლად. ამ პროცესში უზარმაზარი სისხლისღვრა გამოიწვია. უკრაინის ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ რუსეთს ამ დროისთვის 1.38 მილიონზე მეტი დანაკარგი აქვს. პუტინის უკრაინისადმი წყურვილი და ის მსხვერპლი, რომელიც მან რუსეთს დააკისრა, დაბალ შობადობასა და მაღალ სიკვდილიანობას ემატება. იმ დონემდე, რომ გეოგრაფიული ანგარიშების მიხედვით, მოსალოდნელია რუსეთში მოსახლეობა ყოველწლიურად დაახლოებით 300,000 ადამიანით შემცირდება 2050 წლამდე. და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ 2022 წლის ნოემბრიდან მოყოლებული ლოს-ანჯელესის ოლქის ტოლფასი ტერიტორია შეიძინოს. რაღაც არ ემთხვევა. როგორ ჩავარდა რუსეთი ასე მძიმედ, როცა მას ჯერ კიდევ აშკარა უპირატესობა აქვს ცოცხალ ძალაში და იმდენი სამხედრო ტექნიკა, რომ უკრაინას წესით დაწყებაც კი არ უნდა შეეძლოს. ასუხი ორ რამეში მდგომარეობს. უკრაინის გენიალურ სტრატეგიაში და სენსაციურ ფაქტში, რომელიც აჩვენებს, რომ პუტინს არ აქვს წარმოდგენა რა ხდება სინამდვილეში და არც ომის დაწყებიდანვე ჰქონდა. დავიწყოთ სტრატეგიით. 2025 წლიდან უკრაინამ შეცვალა ბრძოლის სტილი რუსეთის წინააღმდეგ. ომის ადრეულ წლებში უკრაინა ცდილობდა სახმელეთო ბრძოლაში რუსეთს გაუტოლებოდა და დაეძლია. როდესაც უკრაინას ტერიტორიის გათავისუფლება სურდა, ამას სახმელეთო შეტევებით აკეთებდა, როგორც ვიხილეთ 2023 წლის ზაფხულში, როცა უკრაინამ მასშტაბური კონტრშეტევა წამოიწყო, რომელმაც საბოლოოდ მიზნებს ვერ მიაღწია. ეს მიდგომა პუტინის ინტერესებში იყო, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთიც ვერ აღწევდა დიდ პროგრესს. მას სურდა უკრაინას საკუთარი არმია გაენადგურებინა, როცა ის ბევრად უფრო დიდ რუსულ არმიას ეჯახებოდა. დიახ, ბევრი რუსი დაიღუპებოდა, მაგრამ ასევე ბევრი უკრაინელი, რაც გამოიწვევდა იმას, რომ რუსეთი გამოფიტვის ომში უპირატესობას მოიპოვებდა. ამიტომ უკრაინამ სტრატეგია შეცვალა. 2025 წლიდან ქვეყნის ყურადღება სახმელეთო შეტევებიდან ასიმეტრიულ სტრატეგიაზე გადაერთო, რომელიც ორი მიზნისთვის იყო განკუთვნილი. რუსეთის ეკონომიკის პარალიზება და როცა უკრაინა 2026 წელს შევიდა, ახალი თაობის დრონების გამოყენებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ზურგის განადგურება. ეკონომიკურ ფრონტზე შორმანძილზე განხორციელებულმა დარტყმებმა, რომლებიც რუსეთის სიღრმეში უფრო შორს აღწევს, ვიდრე პუტინს ოდესმე წარმოედგინა, დიდი როლი ითამაშა რუსეთის ეკონომიკის განადგურებაში. ეს კინეტიკური სანქციები, რომლებიც ხელჩაგიდებული მიდის, იმ 26,655 ტრადიციულ სანქციასთან, რომელიც უკრაინამ და მისმა მოკავშირეებმა რუსეთს დაუწესეს, უზარმაზარ ეკონომიკურ ზიანს აყენებს. და 2025 წელი იყო ის წელი, როდესაც უკრაინამ სრულად აირჩია ეს სტრატეგია. ჟურნალ ეკონომისტს აქვს ეს მონაცემები. ის ამბობს, რომ უკრაინამ 2022 წლიდან 2024 წლის ბოლომდე 335 დარტყმა განახორციელა, რომლებიც მის საზღვრებიდან მინიმუმ 100 კილომეტრის დაშორებით იყო. 2025 წელს ეს რიცხვი მკვეთრად გაიზარდა და 658-ს მიაღწია, რაც თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე უკრაინამ წინა 3 წელიწადში ერთად მოახერხა.
და 2026 წელს თუ უკრაინა ამჟამინდელ ტემპს შეინარჩუნებს, მან რუსეთის წინააღმდეგ 800-ზე მეტ ღრმა დარტყმას განახორციელებს, რომელთაგან ბევრი ნავთობისა და გაზის ობიექტებს ესხმის თავს, რაზეც რუსეთი ფულის შემოდინებისთვის და პუტინის საომარი მანქანის შენარჩუნებისთვის არის დამოკიდებული. და ეს არის მთავარი. თუ ენერგეტიკულ არტერიას გადაჭრი, რუსეთის მთელი ეკონომიკა სერიოზულ სირთულეებს წააწყდება. უკრაინის ასიმეტრიული სტრატეგიის ამ ასპექტის გავლენა განსაკუთრებით 2026 წელს აშკარა იყო. მაისის 12-ში Moscow Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის იერიშების შედეგად რუსეთის ენერგეტიკულ სექტორზე ქვეყანას მოუწია მთლიანი შიდა პროდუქტის, ანუ GDP-ს ზრდის პროგნოზის შემცირება 1.3%-დან 0.4%-მდე. რუსეთის ეკონომიკა ასევე შემცირდა 0.3%-ით 2023 წლის პირველ კვარტალში, რაც მკვეთრი ცვლილებაა იმ ზრდასთან შედარებით, რომელიც ომის ეკონომიკად გარდაქმნამ რუსეთს ომის პირველ წლებში მოუტანა. უკრაინას შეუძლია მიიწეროს რუსეთის ეკონომიკური პრობლემების დიდი ნაწილი და ზოგი უკვე პროგნოზირებს, რომ რუსეთი ეკონომიკური აღდგენის შესაძლებლობების თვალსაზრისით საბოლოო ეტაპზეა შესული. კილის ინსტიტუტი ერთ-ერთია მათ შორის. 11 ივნისის სტატიაში მან აღნიშნა, რომ რუსეთის ომის ეკონომიკამ თავის ზღვარს მიაღწია, რადგან რუსეთის ლიკვიდური სუვერენული ფონდის აქტივები აპრილში მხოლოდ 1.8%-მდე შემცირდა MŠP-სთან მიმართებაში, მაშინ როცა შეჭრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 6.5% იყო. ნავთობისა და გაზის შემოსავლები ასევე მკვეთრად შემცირდა 2026 წლის პირველ კვარტალში, წლიურად 45%-ით დაეცა. ეს უკრაინის დამსახურებაა. რუსეთისთვის რთულია ნავთობისა და გაზის გაყიდვა, როცა მისი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები და ტერმინალები იწვის. ეს 2026 წლის ეკონომიკური პრობლემები მხოლოდ დასაწესია. რეალობა, რომელსაც ახლა პუტინი აწყდება, ისაა, რომ რუსეთის ეკონომიკა არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა ძლიერი უკრაინის ომის განმავლობაში. მაშინაც კი როცა რუსეთი ზრდას აცხადებდა. კრემლი ამტკიცებს, რომ რუსეთის MŠP 2020-დან 2024 წლამდე დაახლოებით 13%-ით გაიზარდა, სანამ უკრაინის ღრმა დარტყმის სტრატეგია რეალურად ამოქმედდებოდა. მაგრამ ეს შეიძლება ტყუილი იყო და პუტინის შიდა წრეში ასეთი რამ ხშირად ხდება. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მარია მალმერ სტენერგარდის თქმით, რუსეთის ღამის განათების ინდექსის ანალიზი მიუთითებს, რომ ამ პერიოდში ქვეყნის MŠP რეალურად 8%-ით შემცირდა. ეს საინტერესო გაზომვის მეთოდია, მაგრამ მას აქვს პრეცედენტი. S&P Global განმარტავს, რომ ღამის განათება მნიშვნელოვანი ეკონომიკური მაჩვენებელია, რამდენიმე მიზეზის გამო. ალბათ რუსეთისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ისინი აჩვენებენ, რამდენად აქტიურია მომარაგების ჯაჭვისა და ინდუსტრიის კვანძები. თუ განათება არანთია, მაშინ არავინ გამოიმუშავებს ფულს. ყოველ შემთხვევაში იმდენს მაინც არა, რამდენსაც რუსეთი ამტკიცებდა, რომ გამოიმუშავებდა. ამ კონტექსტში ვხედავთ, რომ უკრაინის სტრატეგიის ღრმა დარტყმის ასპექტი აუცილებლად არქმნის ახალ პრობლემას რუსეთისთვის. ეს ეფუძნება პრობლემას, რომელიც არსებობდა შეჭრის დაწყებიდანვე და მდგომარეობა მხოლოდ უარესდება, რადგან მეტი ნავთობი იწვის. ჩვენ ვნახეთ მსგავსი ტყუილები რუსეთის ინფლაციის მაჩვენებლებთან დაკავშირებითაც. 2024 წელს რუსეთმა განაცხადა, რომ ინფლაცია იყო 10%. ეს ძალიან მაღალია და ამის გამო რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი 21%-მდე გაზარდა, რაც დამაგრეველია ყველასთვის, ვისაც სესხი ჭირდება, იქნება ეს ფიზიკური პირი თუ ბიზნესი. მაგრამ 2026 წლის შუა პერიოდში რუსეთი თითქოს სიტუაციას უმკლავდებოდა. კრემლის განცხადებით ინფლაცია 5.2%-მდე შემცირდა. თუმცა შვედეთის სამხედრო დაზვერვა სხვაგვარად აცხადებს და ამბობს, რომ რუსეთში ინფლაცია უფრო 15%-ს უახლოვდება, რაც რუსეთის ისედაც დასუსტებულ სამხედრო ხარჯვის შესაძლებლობას კიდევ უფრო ამცირებს. და არც ჰორმუზის სრუტის დახურვამ, რომელიც ოპერაცია ეპიკური რისხვის შედეგად მოხდა, მოუტანა რუსეთს დიდი სარგებელი. ნავთობის ფასები შეიძლება გაიზარდა, მაგრამ უკრაინის სირმისეული დარტყმების კამპანია იმდენად გაფართოვდა, რომ უკვე შეუძლია დაარტყმას ტერმინალებს, რომლებსაც რუსეთი ნავთობის ექსპორტისთვის იყენებს, ხშირად რამდენჯერმე, რათა ისინი მთლიანად მწყობრიდან გამოიყვანოს. ამის მაგალითი ვიხილეთ 14 ივნისს, როდესაც უკრაინამ დაადასტურა, რომ კიდევ ერთხელ დაარტყა ტუაფსეს ტერმინალს, საიდანაც რუსული საზღვაო ნავთობის ექსპორტის 20% ხორციელდება. ჩვენ ხედავთ რუსეთის ეკონომიკურ ტკივილს. უკრაინამ ასიმეტრიულ სტრატეგიაზე გადასვლამ, რომელიც დიდ ყურადღებას ამახვილებს ღრმა დარტყმებზე, შექმნა ეკონომიკური გამოწვევების დიდი ნაწილი, რომელთა წინაშეც ახლა რუსეთი დგას. და თუ არ ქნის, მაშინ უკრაინის შორ მანძილზე მოქმედი დრონები კიდევ უფრო ამწვავებს უკვე არსებულ პრობლემებს. ლოგიკა ნათელია და ძალიან მარტივი გასაგებია. თუ დააზიანებ რუსეთის ეკონომიკას, მის ომის მანქანასაც მწყობრიდან გამოიყვან. მაგრამ ეს არ არის ყველაფერი, რასაც ეს გენიალური სტრატეგია მოიცავს. როდესაც თავად რუსეთი მუდმივ საჰაერო დაბომბვებს ებრძვის, უკრაინა თავისი სტრატეგიის მეორე ნაწილს ახორციელებს, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზეა ორიენტირებული. ერთადაღებული ეს ორი ტაქტიკა არის ის, რაც რუსეთს ომის წაგებამდე მიიყვანს. და გახსოვდეთ, ჯერ კიდევ არსებობს ის სკანდალური ფაქტი, რომელმაც ვლადიმერ პუტინი თავიდანვე რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. ეს სკანდალური ფაქტი მთლიანად ცვლის ყველაფერს, რაც კი უკრაინის ომზე გვეგონა. სანამ ამ ყველაფერში უფრო ღრმად ჩავუღრმავდებით, შეგახსენებთ, რომ თქვენ უყურებთ სამხედრო შოუს. თუ არხიდან მნიშვნელოვან ინფორმაციას იღებთ, გამოიწერეთ, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. ადრე გითხარით, რომ უკრაინა აღარ ატარებს მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციებს რუსეთის ძალების წინააღმდეგ.
თუმცა ასევე გითხარით, რომ აპრილსა და მაისში უკრაინამ ტერიტორიის დაბრუნების მხრივ უპირატესობა მოიპოვა. Როგორ ხდება ეს, თუ უკრაინა დიდი რაოდენობით ჯარისკაცებს არ სწირავს ამ ტერიტორიის დასაბრუნებლად? ორი სიტყვა: საშუალო მანძილის დარტყმები. 2026 წლის განმავლობაში უკრაინამ გააძლიერა სიღრმისეული დარტყმების კამპანია რუსეთის შიგნით და მასთან ახლავს საშუალო მანძილის დარტყმების კამპანია, რაც შესაძლებელი გახდა ახალი თაობის დრონების გამოჩენით, რომლებიც უკრაინას საშუალებას აძლევს დაარტყას რუსეთის უკანა ხაზს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. უკრაინამ წლის დიდი ნაწილი ამ დრონების გამოყენებით დაარტყა დაახლოებით 50-დან 200 კილომეტრამდე დაშორებულ რუსულ სამიზნეებს. მხოლოდ მაისში უკრაინამ განახორციელა თითქმის 2000 ასეთი დარტყმა, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით. ეს კამპანია ანადგურებს სადლობის პუნქტებს, საჰაერო თავდაცვას და ჯარისკაცთა შეკრებებს ხაზის მიღმა. და ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამის ფარგლებში, რომელიც უკრაინამ ოფიციალურად მაისის ბოლოს გამოაცხადა და ეფუძნება ამ საშუალო მანძილის დარტყმების კამპანიას, უკრაინა ასევე ანადგურებს რეკორდულ რაოდენობას რუსულ მომარაგების მანქანებსა და საწვავის სატვირთოებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გადაადგილდებიან, რათა ფრონტის ხაზზე მყოფ ჯარისკაცებს ლოგისტიკური მხარდაჭერა გაუწიონ. მხოლოდ მაისში უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 8612 რუსული მანქანა და საწვავის ავზი, გარდა სხვა საშუალო მანძილის დარტყმებისა. ავტომაგისტრალები, განსაკუთრებით ისინიც, რომლებიც ყირიმში შედის, მუდმივი თავდასხმის ქვეშაა. და ეს ყველაფერი რუსეთისთვის საშინელ სიტუაციას ქმნის. მომარაგება საჭირო ადგილამდე ვერ აღწევს, რაც უკრაინას აძლევს შესაძლებლობას წამოიწყოს მიზანმიმართული საპასუხო შეტევები. ომის ადრეული წლებისთვის დამახასიათებელი მასშტაბური სახმელეთო შეტევების ნაცვლად, ახლა უკრაინა უკანა ზონებში ასუსტებს რუსეთს, სანამ სწრაფ ოპერაციებს წამოიწვევს ადგილზე, რაც ანადგურებს იზოლირებულ რუს ჯარისკაცთა ჯგუფებს, რომლებიც ცდილობენ შეინარჩუნონ მათ მიერ მიტაცებული ტერიტორიები. ამას თუ დავუმატებთ უკრაინის მომაკვდინებელ თავდაცვას, მივიღებთ ისეთ შედეგებს, როგორიცაა 2ZZ თვე, როცა უკრაინას რუსეთის მიმართ წმინდა ტერიტორიულ მოგებას ინარჩუნებს. რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის სტრატეგიაში სიშორე ყველაფერს წვეთს. და ეს არის ერთადერთი რამ, რაც პუტინს არასდროს ეგონა, რომ უკრაინას ეკნებოდა. უკრაინის შორმანძილზე დარტყმები 2026 წელს 2.5-ჯერ ღრმად აღწევს, ვიდრე 2022 წელს აღწევდა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს აპრილის მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინა სისტემატურად ახერხებს რუსული სამიზნეების დაზიანებას 1750 კილომეტრამდე მანძილზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ რუსეთი კარგავს ამდენ ტერიტორიას და ფრონტზე ასე ძლიერად ირწყვება. გარდა ამისა, ეს დარტყმები ერთადერთი არ არის, რასაც უკრაინა აკეთებს. რუსი ჯარისკაცები ფრონტზე მაინც უნდა განადგურდნენ და სწორედ ამისთვისაა უკრაინის FPV დრონებით სავსე სასიკვდილო ზონები. მოკლე მანძილის სადაზვერვო და დარტყმითი დრონები მუდმივად პატრულირებენ ფრონტის ხაზიდან 20 კილომეტრამდე მანძილზე, რათა მოძებნონ რუსი ჯარისკაცები და ტექნიკა, რომლებიც ცდილობენ ფრონტამდე მისვლას შეტევის დასაწყებად. ეს კატასტროფის რეცეპტია. აიღეთ ერთი წვეთი რუსეთის ეკონომიკის განადგურება და ამატეთ საშუალო მანძილის დარტყმების მწიკვი, რომლებიც უკანა ზონას ანადგურებს და შეუთავსეთ დიდი რაოდენობით FPV დრონების შეტევები ჯარისკაცებზე ფრონტზე და მის გარშემო და მიიღებთ ომს, რომელსაც პუტინი აგებს. მაგრამ ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ პუტინს ომი წაგებული ჰქონდა. რასაც 2026 წელს ვხედავთ, არის უკრაინის წლიანი სტრატეგიის კულმინაცია. მაგრამ ჯერ კიდევ რჩება ერთი პატარა საკითხი იმ სკანდალური ამბის, რომელიც უკვე ვახსენეთ. და ეს სკანდალური ამბავი გვაჩვენებს, რომ რუსეთმა პრეზიდენტმა ომი თავიდანვე წააგო, რადგან არ ჰქონდა წარმოდგენა რა შეებმებოდა. აღარ დაგახოვნებთ. პუტინს წლების განმავლობაში ატყუებდნენ თითქმის ყველაფერზე, რაც რუსეთს ეხება. ყოველთვის უცნაური ჩანდა, რომ პუტინმა უკრაინა ასე ძლიერად დაუფასა, როცა შეჭრა დაიწყო. უკრაინის თავდაცვის საწყისმა სიმტკიცემ რუსეთი მოუმზადებელი დატოვა, რის გამოც აშშ-სა და ევროპის ოფიციალურმა პირებმა ივარაუდეს, რომ პუტინი თავიდანვე შეცდომაში შეიყვანეს უკრაინის სამხედრო ძალის რეალურ შესაძლებლობებთან დაკავშირებით. ამ ოფიციალურმა პირებმა არ იცოდნენ, რამდენად მართალი იყვნენ. 15 ივნის United 24 Media და Moscow Times-ი გამოაქვეყნეს ინფორმაცია, რომ პუტინი ცხოვრობს რეალობის ალტერნატიულ ვერსიაში, რომელსაც მას რუსული სახელმწიფო ტელევიზია აწვდის. ამის შესახებ აცხადებს რუსეთის ყოფილი პროპაგანდისტი დმიტრი სკორობუტოვი, რომლის თქმითაც რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიები 2011 წლიდან პუტინისთვის სპეციალურად ამზადებენ ეთერს მიღმა ახალ ამბებს, რომლებიც მის განწყობაზეა მორგებული. ეს გადაცემები ისიც კი არ არის, რასაც რუსი ხალხი უყურებს. ისინი მხოლოდ იმისთვის მზადდება, რომ პუტინმა მხოლოდ კარგი ამბები ნახოს, იქნება ეს რეალური თუ არა და სრულად აირიდოს ცუდი ამბები, რომლებიც შეიძლება მიანიშნებდეს, როგორ მიდის სინამდვილეში მისი უკრაინაში შეჭრა. სკორობუტოვი ამას როგორ იცის? ის იყო West-ის მთავარი რედაქტორი, Russia Ertze, ასე რომ პირდაპირ პასუხისმგებელი იყო იმაზე, რომ პუტინისთვის თვალსა და ყურში ჩაესხა ის, რასაც ირონიის გარეშე შეგვიძლია უწოდოთ ხალბი ამბები. ეს ასე მუშაობდა, ამბობს სკორობუტოვი პროექტზე, რომელსაც კოდური სახელწოდება ჰქონდა, მთავარი მაყურებელი. თქვათ ჩვეულებრივი West-ის ეპიზოდი ეთერში გადიოდა საღამოს 8 საათზე, რის შემდეგაც გადამღები ჯგუფი რჩებოდა. ჩვენ მოგცემდნენ ინსტრუქციებს, რომელი ამბავი დაგვეტოვებინა ამ ეთერში, რა დაგვემატებინა, სად შეგველამაზებინა და რა ამოგვეღო, რათა პუტინისთვის შემდეგ ეჩვენებინათ იდეალური სურათი, დღევანდელი ლამაზი რუსეთისა.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თითქოს ის ესეთი კარგი პრეზიდენტია. პუტინი წლებია ამ გზით მოწყვეტილია რეალობას, ამბობს ყოფილი პროპაგანდისტი. და უცებ უკრაინის ომის ბევრი რამ გასაგები ხდება. თუ ვივარაუდებთ, რომ ეს პროგრამა ისევ მოქმედებს, ეს ნიშნავს, რომ პუტინი უკრაინაში რუსეთის მარცხის, ან რაიმე მისთვის შემაწუხებელი ამბების შესახებ ცნობებს ომის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე აღარ იღებთ. და ჩანს, რომ გატალბება მხოლოდ პუტინისთვის შექმნილ სპეციალურ საინფორმაციო პროგრამებს არ შემოიფარგლება. 29 მაისს უკრაინის ახალმა ხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინის სამხედრო მეთაურები რუსეთის ლიდერს კალ ბრუკებს აწვდიან, რომლებიც რუსეთის მიღწევებს აჭარბებებენ იმის დასამალად, რომ რუსეთის შეტევა არა მხოლოდ შენელდა, არამედ აქტიურად კარგავს პოზიციებს. პუტინის არასასურველი თავდაჯერებულობა რუსეთის დომინირებაში ახლა სრულიად სხვა სინათლეში ჩანს. ის მოთხოვნები, რომ დონბასის სექტემბრამდე დაეცეს, შეიძლება არ იყოს ამ პარტავნებიდან გამომდინარე, არამედ იმით, რომ პუტინს ნამდვილად არ აქვს წარმოდგენა, რამდენად ცუდად არის ახლა რუსეთი ამ რეგიონში. როდესაც პუტინმა 2025 წლის ბოლოს გამოაცხადა, რომ რუსეთმა პოკროვსკი და ვოვჩანსკი აიღო, მიუხედავად იმისა, რომ არც ერთი ქალაქი არ იყო დაცემული, მას შეიძლება სარდლებმა უთხრეს, რომ რუსეთის ჯარისკაცებმა წარმატებას მიაღწიეს. აბა 13 ივნისს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარისკაცებს თავი ვერ აუწევთ უკრაინის დრონების გამო. თითქოს ეს რაღაც ახალი აღმოჩენა იყოს და არა რეალობა, რომელიც წლებია არსებობს. ეს ინფორმაცია, რომელმაც პუტინის გარშემო ფრთხილად მოქსოვილით ოილების ბადე როგორღაც გაარღვია და შედეგად მან მხოლოდ ახლა გააცნობიერა, რომ დრონები შეიძლება პრობლემას წარმოადგენდეს უკრაინაში. ზუსტად ვერ ვიტყვით, მაგრამ ახლა ვიცით, რომ რუსეთის პრეზიდენტი წლებია კალბი წარმოდგენით მოქმედებს უკრაინაში, რუსეთში და ფაქტობრივად ყველფაქტობრივად. ყველგან. მაგრამ ეხლა როცა უკვე რუსეთის მეთაურებსა და პროპაგანდისტებსაც აღარ შეუძლიათ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების დამალვა, პუტინს შეიძლება ბოლოს და ბოლოს სიმართლის დანახვის შესაძლებლობა ეძლევა. რუსეთი თავიდანვე დამარცხებული იყო და უკრაინა ახლა კიდევ უფრო აძლიერებს ამ მარცხს. და ეს პუტინს შეშინებულსა და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ტოვებს. შესაძლოა პუტინმა საბოლოოდ გააცნობიეროს, რომ რუსეთი უკრაინის ომს რამდენიმე ფრონტზე აგებს. ნუ გამიგებთ არასწორად, ეს ადნიშნავს, რომ ის აღარ არის საშიში ადამიანი. თუ რამეა, ამ გაცნობიერებამ შეიძლება კიდევ უფრო გაუწონასწოროს გონება, რადგან ის ცდილობს გააფართოოს ომი, რომელიც თავად დაიწყო უკრაინის საზღვრებს მიღმა და ევროპული ნატოს ტერიტორიაზე გადაიტანოს. ამ ყველაფრის დამცირება შეიძლება პუტინისთვის აუტანელი იყოს, რაც ნიშნავს, რომ ის უარს ითქვის მშვიდობაზე და შეეცდება ბოლომდე იბრძოლოს, ვიდრე აღიაროს, რომ წააგო უკრაინის გამჭრიახობის, საკუთარი არაკომპეტენტურობისა და იმ ტყუილების გამო, რომლებიც მას 10 წლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ეუბნებოდნენ მისი მლიქვნელები. თუმცა ეს საფრთხე სასოწარკვეთილებიდან მოდის და ეს ნიშნავს, რომ ის დიდხანს ვერ გასტანს. როდესაც რუსეთის პრობლემები ღრმავდება, უკრაინის ევროპელ მოკავშირეებს აქვთ შესაძლებლობა კიდევ უფრო გაამკაცრონ სანქციები და გაზარდონ მხარდაჭერა, რაც რუსეთის ეკონომიკისთვის მეტ ტკივილს და უკრაინისთვის ბრძოლის ველზე კიდევ უკეთეს შედეგებს მოიტანს. მზარდი რუსული დანაკარგები და მოხალისეების არასაკმარისი გაწვევა უკვე აიძულებს ვლადიმერ პუტინს მობილიზაციისკენ გადადგას ნაბიჯი, რაც უკიდურესად არაპოპულარული გადაწყვეტილება იქნება და შესაძლოა სწორედ ეს გახდეს ბიძგი, რომ მისმა ხალხმა საბოლოოდ ზურგი აქციოს მას. თუ ვლადიმერ პუტინი ამის თავიდან აცილებას შეეცდება, მას ან მოუწევს რუსეთის სამხედრო აქტივობის შემცირება, რაც მის უკვე ჩავარდნილ ომს საბოლოოდ დაასრულებს, ან კიდევ უფრო მეც მოსთხოვს ეკონომიკას, რომელიც უკვე გაანადგურა, რაც მის ხალხს კიდევ უფრო მეც სირთულესა და ტკივილს მოუტანს. ვლადიმერ პუტინს არჩევანი ეწურება, მაგრამ ის ობსესია, რაც მას ამოძრავებს, ნიშნავს, რომ მას გამოსავალი აღარ დარჩა. ვლადიმერ პუტინს ახლა უკრაინა უფრო მეტად სჭირდება ვიდრე ოდესმე. მან პირდებოდა, რომ რუსეთი უკრაინას რამდენიმე დრეში დაიპყრობდა. ის შეცდა. 4 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რუსეთი დამცირებული და დამარცხებული იყო მთელი მსოფლიოს თვალწინ. და ახლა უკრაინას აქვს იდეალური სტრატეგია, რომ რუსეთი საბოლოოდ დაამარცხოს. ბულდოზერი ახლა საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. ეხლა პუტინი და რუსეთი არიან ბულდოზერის გზაზე და ელიან, როდის გასწრესენ მათ. და გარდა იმისა, რომ მოლაპარაკების გზით მიიღოს სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც რუსეთს არაფერს აძლევს იმიდან, რაც პუტინმა დაფირდა, რუსეთის პრეზიდენტს არ აქვს გზა, რომ თავი დააღწიოს ომს, რომელიც მან წააგო იმ წამიდანვე, როცა შეჭრა დაიწყო. ამას ვერც კი აცნობიერებდები. რაც შეეხება უკრაინას, ის აგრძელებს თავისი სტრატეგიის გამკაცრებას, რაც რუსეთს უფრო მეტად სასოწარკვეთილს ხდის ვიდრე ოდესმე. ჩვენ ვახსენეთ ლოგისტიკური ბლოკადის პროგრამა. ჩვენ დავინახეთ, რას ნიშნავდა ეს პროგრამა მაშინ, როცა უკრაინამ არმიანსკის ხიდზე მახე გააწო და რამდენიმე წუთში 50 რუსული მანქანა გაანადგურა. გაიგეთ, რას ნიშნავს საშუალო მანძილის დარტმის კამპანია ჩვენი ვიდეოს ყურებით. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, არ დაგავიცლეთ გამოწერა, რომ არ გამოტოვოთ The Military Show-ს შემდეგი ვიდეოები. მადლობა ყურებისთვის.